4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წინასაარჩევნო სამზადისის პარალელურად ბოიკოტის მომხრე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბაიშვილი კვლავ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი კონსტიტუციის ფარგლებში აპირებენ საქართველოში მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია. ხაბაიშვილის განცხადებით, მშვიდობიანი რევოლუცია საქართველოში უკვე მოხდა 2003 წელს, როდესაც შევარდნაძის რეჟიმი დაემხო. ხაბაიშვილის განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ უმრავლესობაში. მშვიდობიანი რევოლუცია საქართველოში 2003 წელს მოხდა, როცა შევარდნაძის რეჟიმი დაემხო, აბსოლუტურად მშვიდობიანად. იგივე მოხდა სომხეთში, პაშინიანმა დაამხო რეჟიმი, გაიმარჯვა ხალხთან ერთად და ასევე მშვიდობიანად კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ საქართველოში მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია. დამხობა, თუ ეს სიტყვა გაშინებთ, რა ვიცი, მშვიდობიანი დამხობა. მშვიდობიანი შეიძლება იყოს დაკავება მაგალითად პასუხისგებაში მიცემა. მშვიდობიანი სასამართლო შეიძლება იყოს და მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. არსებობს მშვიდობიანი რეაგირება ყველანაირ დანაშაულზე, რომელიც საქართველოს მიმართ იქნება ჩადენილი და თუ კი ეს თავის აი ამ ავადმყოფო ცხელ თავზე მოფიქრებულ იდეას შეეცდება რომ განახორციელოს, რასაკვირველია დაუპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესებს და შესაბამისი მექანიზმები იმოქმედებს ამის საწინააღმდეგო.